სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და მას სვავს რობერტ სინგერი. Რაღაცა ასოცირება უნდა ქონდეს საბჭოთა კავშირთან, სინგერი ეს უფრო ებრაელური გვარი არის და კითხვაც იქიდან ამოდის. მოდით მოусვინოთ, რას ეკითხება იგი ჯონ მაკარტურს. მე მაქვს შეკითხვა ქრისტიანთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობასთან უნდა ქონდეს ურთიერთობა. იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ ცხოვრობთ, ისეთი მთავრობის ქვეშ, რომელიც არის ათეისტური, ჰუმანისტური და აქტიურად დევნის ქრისტიანებს. რა მომენტში შეუძლია ქრისტიანს, რომ შეეწინააღმდეგოს ამ ხელისუფლებას? არსებობს თუ არა ბიბლიური გამართლება ქრისტიანისთვის, თუნდაც პასიური წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. ან აქტიურადაც ხელისუფლებას რო დაუპირისპირდეს იარაღის აღებითაც. ასევე როგორ იქნებოდა თქვენი მოდუსი? მოდus operandi გამიგია, მოდუსი არ მქონდა, ანუ თქვენი მიდგომის ხერხი, შეიძლება ესე იქნას ნათარგმნი, როგორ იმუშავებდით იქ? როგორ იმუშავდით მაგალითად საბჭოთა კავშირში, თქვენ რომ პასტორი ყოფილიყავით? ჯონ მაკარტური პასუხობს. ძალიან ლეგიტიმური კითხვა. მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე იქ არა ვარ და უფალმა იცის, რომ მე აქ ვარ და მას სურს, რომ მე აქ ვიყო. არ ვიცი, გადავრჩებოდი თუ არა, მე ცოცხალი იქ. მაგრამ ნება მიბოძეთ უბრალოდ თქვა ეს. რაც არ უნდა შოკის მომგვრელი იყოს და ეს ჩანდეს, არსებული ყველა ნებისმიერი მთავრობის ეს ძალა არის ღვთისგან დაწესებული. ამას გვეუბნება რომაელთა წერილი მე-13 თავი და მე ეს არაერთხელ მითქვია. ყველა არსებული ძალები ღვთისგან არიან დადგენილი. ახლა ეს მათ ეთიკურად კი არ აფასებს. გასაგებია? ეს არ არის ეთიკური შეფასება. ასე რომ მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მეფეს, ამას ამბობს 1 პეტრეს მე-3 თავი, მთავრობას ხელისუფლებაში ყავს, ამას ამბობს 1 პეტრეს მეორე, უფრო მეტად ხელისუფლებაში ყოლ ადამიანებს და მიდის. და გახსოვთ ხომ, რომ პოლიცია ტყუილად ატარებს მახვილს, რომელთა მე-13 თავში, რომელიც დღეს იარაღი არის და რომელიც სასიკვდილო დასაჯელადაც არის გამწესებული. მახვილი ამისთვის იყო განსაზღვრული. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ მონობის როლი ხელისუფლებისადმი დამორჩილების შემთხვევაში. მაშასადამ ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მოვახდინოთ რეაგირება, არის ამ ხელისუფლებაში ყოფი კანონების გზით დატოვებული რეაგირების გზები. ამას არ უნდა გაცდეს ჩვენი აქტიურობა, რაც მათ კანონში არის მოცემული. და ეს არ არის ჩვენი ალტერნატივა პოლიტიკურად, ან ეკონომიურად, ან მატერიალისტურად, ან ფილოსოფიურად რეაგირება. ერთადერთი თავისუფლება, რომელიც ქრისტიანს ეძლევა ხელისუფლების ფარგლებში, არის სისტემის წინააღმდეგ რელიგიურად ან სულიერად რეაგირება, რათა არ გქონდეს არანაირი საფუძველი, რომ ავიღოთ იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ამას ასე ვხედავ. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ პასიური წინააღმდეგობა რელიგიური ან სულიერი რწმენის საფუძველზე, მაგრამ ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ პროტესტებს მოყვება გარდაუვალი შედეგები. და კლასიკური ამის ტექსტი ბიბლიაში არის მოციქულთა საქმეების მე-4 და მე-5, სადაც პეტრე შეყავთ სინედრიონში, გახსოვთ ხომ, როცა დაატყვევენ მათ და მერე დაუძახებენ რომ მოусვინონ. არ დაგავიწყოთ, ეს იყო მათდამი ქრისტიანებისადმი მტრულად განწყობილი მთავრობა. ხო მართალია? მათ არასოდეს არ აუღიათ იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. გახსოვთ ხომ, ეს მთავრობა იყო, რომელიც უბიძგებდა და ცდილობდა იესოს გაეკეთებინა ის, რაც მან არასოდეს არ გააკეთა. ისინი ცდილობდნენ, რომ აიძულებინათ ის, რომ დაეპყრო და დაემხო რომაელები, მოეშორებინა ჰეროდიელები, ვინც ერთგული იყო რომაული მთავრობის და დაემყარებინა მისი სამეფო.
მაგრამ ეს მას არასოდეს არ გაუკეთებია მისი პირველად მოსვლისას. ამას ის გააკეთებს, როცა მეორედ მოვა. ის არასოდეს აკრიტიკებდა მონობის ამ სისტემას. არასოდეს ლაპარაკობდა მონობის წინააღმდეგ იესო. ის არ იყო მარქსი და ლენინი და ენგელსი. ის არამხოლოდ არ ლაპარაკობდა მონობის წინააღმდეგ, არამედ პირიქით ის იყერებდა მონას და მონის მაგალითს მთელი აღთქმის განმავლობაში, როგორც მოდელი იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი. ამიტომ მას არასოდეს უცდია სოციალური უსამართლობის აღმოფხვრა. არამედ რასაც მან აკეთებს და მან გააკეთა, იყო სიმართლის თქმა მტრულ საზოგადოებაში და მიეღო ის ხვედრი ამ სიმართლის საუბრის შემდეგ, რაც კი მოვიდოდა მასზე. და გახსოვთ, რაც ვახსენე, ეს არის საქმე, მოციქულთა საქმეები, როდესაც პეტრე ქადაგებს, როცა მას სინოდრიანის წინაშე იწვევენ. შემიძლია მე წავიკითხო ეს მე-18 მე-4 თავის მე-18 მუხლიდან. დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ, თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს, ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგისმენია. და მე მჯერა, აგრძელებს ჯონ მაკარტური, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს უფლება დავარღვიოთ იმ ქვეყნის კანონები, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. როდესაც წმინდა წერილში ჩვენ ნათლად გამოვალეთ ღმერთის მიერ მოცემულ ამ უმაღლეს კანონს. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ამ ქცევის შედეგებიც. გასაგებია? დიახ, გასაგებია. ჯონ მაკარტული, ახლა ნება მომეცით, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ წავიდე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ პოლიტიკურად ორიენტირებული. მაშინაც კი თუ ჩვენი მთავრობა ათეისტურია და ის მუშაობს, თუნდაც შეერთებულ შტატებში ჰუმანისტური, ეს ნამდვილად არის მატერიალისტური, რომ იცოდეთ. აქაც ხელისუფლება არის ჰუმანისტური და მატერიალისტური. ასე რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საქმე არ არის. არამედ ჩვენთვის არის ერთადერთი იარაღი და უნდა გავიგოთ ეს, როგორც ამას პავლე ამბობს, რა? ვის წინაშე ვიბრძვით ჩვენ? ხორციელის? არა, არამედ სულიერი სიმაგრეების წინაშე და მათი დანგრევა არის ჩვენი საქმე. ეკლესიის იარაღი არ არის პოლიტიკურად არჩევნებში ხმის მიცემა არ მიცემა. ეს მოქალაქეობრივი საკითხია. ეკლესიის იარაღი არის ღვთის სიტყვა, რომელიც ცვლის ცხოვრებას, სულიერი ძალა. ეს არის ჩვენი იარაღი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. და აუდიტორიდან დენის ეკითხება. ასე რომ თუ თქვენ ხართ პასტორი ჯონ რუსეთში, თქვენ უბრალოდ უნდა იქადაგოთ სიტყვა და მიიღოთ ის, რაც მე ამას მოყვება? დიახ, ესეა, პასუხობს ჯონი. მიიღებთ ამის შედეგებს, ეს იქნება დაჭერა თუ უფრო მეტიც. გმადლობთ.